ეხლა მე წავიკითხავ საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც 2009 წელს გააკეთა ჰელოვინთან დაკავშირებით. საპატრიარქოს განცხადებით ჰელოვინის აღნიშვნა 2000-ლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის საკადრისი საქციელი არ არის. ჰელოვინის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით საპატრიარქო დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ინფორმაციას ავრცელებს და მოუწოდებს საზოგადოებას მოიქნებიან უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები. საპატრიარქოს ინფორმაციით სამწუხაროდ ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოვინის დღესასწაულის აღნიშვნა. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, ვისი თანაზიარი ხდება. ჰელოვინში მონაწილეობა სხვა არაფერია, თუ არა წარმართობაში დაბრუნება და კეთილთაყვანისმცემლობის აღიარება. საკუთარი ტრადიციების დავიწყება და მისი ჩანაცვლება უცხოეთიდან შემოსული მოდური დღესასწაულებით. ვერაფერი საკადრისი საქციელია 2000-ლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის. აცხადებენ საპატრიარქოში. ჰელოვინი ძველი კელტების წარმართული ზეიმია. ისინი განადიდებდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართულ ღვთაებას სამჰაენს, რომელსაც თაყვანს სცემდნენ. საღამოს დიდ ყოწუნს აჩაღებდნენ და სიკვდილისა და წყდიარის ბრძანებლის ბნელეთის ბოროტის სულებისადმი სხვებშეწირვას აღასრულებდნენ. ამ განცხადებიდან ჩანს, რომ არც ისეთი უწყინარი არ არის ეს დღესასწაული, როგორც უნდათ რომ წარმოგვიჩინონ ჩვენ დღესასწაულის მხარდამჭერებმა. საპატრიარქოს განცხადებაში ასევე მოყვანილია მეცნიერთა აზრებიც. მაგალითად, ცნობილი კულტუროლოგის ფრეზერის აზრით, ეს ზეიმი განსაკუთრებით საშის სახეს იღებს მოზარდებისთვის. იგი არის ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოზარდთა სუსტ ფსიქიკაზე. ბავშვებში ირღვევა წარმოდგენა კეთილისა და ბოროტზე. ტრადიციად იქცა ამ ზეიმზე ბავშვებისა და უფროსებისათვის მანიაკების, მკვლელების, ვამპირების, ჯადოქრების, დემონების, მონსტრების და სხვა ბილწის სულების განსახიერება. ამ დღეს ტრადიციულად დადიან და მათხოვობენ, აწყობენ სასტიკ და ამორალურ გაშაყირებებს, აწყობენ ვანდალურ აღვირახსნივ ორგიებს. ამ დღეს ბავშვებისათვის ნორმად იქცა ადამიანების სხვებშეწირვის განსახიერება, ადამიანის ტანჯვისა და სიკვდილის დაცინვა, რაც შეუძლებელია უკვალოდ ჩაიაროს და ნეგატიურად არ აისახოს არა მარტო მოზარდის ფსიქიურ მდგომარეობაზე, არამედ მის შემდგომ პიროვნულ განვითარებაზეც. ცნობილია მრავალი ფაქტი, როდესაც ჰელოვინის ზეიმის დღეს იპოვეს რიტუალურად მოწამლული, მოკვლული, ჩამოხრჩობილი, დამწვარი ადამიანები. თუნდაც რა დღის შარშან შვეიცარიაში დისკოტეკაზე მოწყობილ ხანძარში დაზარალებული 200 მოზარდის გახსენება. ასევე ფსიქოლოგების აზრით ჰელოვინის გამოკვეთილი სიმბოლიკა, კონკრეტული უზნეო სახეები, არქეტიპული ხასიათის მატარებელი დღესასწაულის უაზრო არსი, ერთობლივი მოქმედების ჯგუფური ეფექტი, ნეგატიური აღზნება, ახდენს ბავშვებში ძლიერ ფსიქოფიზიკურ, ემოციურ, სუგესტიურ ზემოქმედებას, რასაც შედეგად მოსდევს ცნობიერების ზოგადი დემორალიზაცია. აქ ხდება კეთილისა და ბოროტზე ზოგად საკაცობრიო წარმოდგენის ჩანაცვლება და მისი თავდაპირა დაყენება. აღრეულია ცნებები, მშვენიერება და სიმახინჯე, სიმართლე და ტყუილი, რაც უკვე თვით ამ დღესასწაულის სახელწოდებაში ჰელოვინი, ყოველთა წმინდათა ხსენება, არის ურცხვი განცხადება ვამპირებისა და მონსტრების კოსტუმებში გამოწყობილი ვანდალებისათვის. ამ დღეს მოხსნილია ადამიანის ფსიქიკაში არსებული ბუნებრივი ტაბუ, ყველაფერზე დახშულია სინდისის ხმა, შინაგანი ცენზურა. ადამიანები მონაწილეობენ დიდ სიბილწეში, თამაშის ფორმით. ისინი მიირთმევენ ადამიანის
ექსკრემენტების ფორმისა და მსხვერპლის სისხლის ფორმის ტკბილეულს. 2,5 მილიარდი დოლარი ატრიბუტების წარმოებისთვის. ამის შესახებ კიდევ შეიძლება ვიხილოთ ინტერნეტში, წიგნებშიც, რომ კიდევ ბევრი ინფორმაცია და თუ რამდენად საზიანოა ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამიტომ ჩვენი თხოვნა არის მთავრობისადმი, განათლების სამინისტროსადმი, სკოლებისადმი, რომ აიგზავნოს ჩვენს ქვეყანაში ამ ზეიმის აღნიშვნა და დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ ბოროტებისგან.